მინდა მივესალმო ჩვენი სტუდიის სტუმარს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ბატონ ნიკა მელიას. მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ გადაცემაში. Როგორც შევაჯამოთ 2017 წელს ჩვენ ყავდა სტუმრად ექსპერტი გია ხუხაშვილი, გიჩის ლიდერი. ვისმენთ წინა საახალწლოდ არც თუ სასიამოვნო პროგნოზებს 2007 წინა საახალწლოდ არც თუ სასიამოვნო პროგნოზებს და კარგ ასე ვთქვათ სიტუაციებზე იყო საუბარი. Როგორი იყო 2017 წელი და საინტერესოა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თუ უთვლის ხელისუფლებას რომელიმე მოქმედებას ან კონკრეტულ ღონისძიებას პოზიტიურად და აფასებს დადებითად. მოგესალმებით, მადლობა მოცემული შესაძლებლობისთვის. ძალიან რთული არის, მე არ მეგულება ადამიანი ოდნავ მაინც ახლოს ობიექტურობასთან, რომელიც განვლილ წელს შეაფასებდა რაიმე თვალსაზრისით ან რაიმე ჭრილში პოზიტიურად. უბრალოდ ჩვენ ხავართ მოსწრენი მოსახლეობის უკიდურესად გაღარიბებისა და გაღატაკებისა. კიდევ უფრო გაღატაკებისა, მნიშვნელოვნად გაღარიბებისა. გია, თქვენ შეგიძლიათ ახლა მითხრათ არ უჭირდა მოსახლეობას განვლილ წლებში ან წინა ხელისუფლების დროს ან იმის წინა ხელისუფლების დროს, რა თქმა უნდა, უჭირდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ძალიან გაუცალ მდგომარეობაში სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენები, მაგრამ რა მოხდა მილიარდელი ხელისუფლების პირობებში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში და არა მხოლოდ 2017 წელს. ყველაფერზე რაზეც შესაძლებელი იყო ფასის გაზრდა არის გაზრდილი. ყველა კომუნალურ გადასახადზე არის ფასი გაზრდილი. გაიზარდა ელექტროენერგიაზე გადასახადი, გაიზარდა ბუნებრივ აირზე გადასახადი, გაიზარდა წყლის გადასახადი, გაიზარდა. რამეზე არ გაზრდილა დაწყებული მედიკამენტი და გაგრძელებული პროდუქტით? მაშინ, როდესაც მილიარდერი ხელისუფლება მოდიოდა და პირდებოდა სრულიად განსხვავებულ მოცემულობას მოსახლეობას და ამიტომაც დიახაც მინიმუმ ეს ყველაფერი გააქვს უნარობას მინიმუმ ანუ ხელისუფლებას უნდა რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს მაგრამ მაინც ხდება და მაქსიმუმ დიახაც არის უნამუსობა ის რაც მე პრემიერ-მინისტრს უთხარი უნამუსო არის ის მმართველობა რომელიც პირდება ყველა ტარიფის განახევრებას ყველა გადასახადის შემცირებას და სრულიად საპირისპირო ხდება ქვეყანაში სადაც პენსიონერს 5 წლის განმავლობაში ლარით არ გაუზარდა პენსია მილიარდებმა ხელისუფლებამ ლარით არ გაზრდილა დევნილთა შემწეობა არ გაზრდილა პენსიონერებს აქვთ რამდენიმე თვის პენსია გამოტანილი თქვენ იცით წინსწრებად გამოვაქვთ პენსია რო არ აქვს სხვა გამოსავალი მიდიან და თხოვენ 4-5 თვის პენსია წინსწრებად ის იგივენაირად იქცევიან სოციალ დაუცველები მილიონამდე სოციალურ დაუცველი სტატუსის მატარებელი მოქალაქე ყავს საიდანაც 400,000 იღებს სოციალურ შემწეობას და ამ 400,000-დან 40% წინსწრებად ითხოვს არ არსებობს აი ხა მე თქვენთან სანამ სტუდიაში შემოვიდოდი ერთ-ერთ ასე თქვა ეგრეთ წოდებულ უბნურ მაღაზიაზე პატარა ტიპის მაღაზიები რო არის შესული ვიყავი წალი მინდოდა მე კიდე ჩემთვის სანამ თქვენთან სტუდიაში მოვიდოდი ხო და ხდება ის რაც ხდება ალბათ 50-60% მაღაზიებში ასე ნისიით ვაჭრობს ყველა გამყიდველი ნისიით ვაჭრობენ ელემენტარულად პურს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ყველს წინა საახალწლოდ ალბათ კვეთს და სხვა პროდუქტებს ნისიით ვაჭრობენ ადამიანებს არ აქვს საშუალება თავი გაიტანონ არათუ თვიდან თვემდე დღიდან დღემდე და ერთ ოთახში არიან შეყუჟულები ესე იგი ისე გაცვია მოსახლეობის დამეთანხმებით ალბათ მნიშვნელოვან ნაწილს სახლში ისე როგორც გარეთ და ერთ ოთახში თბებიან 90-იან წლებს გავს დიახაც და ამ გადასახადსაც ვერ იხდიდნენ იმიტომ რომ შემოსავალ ცხოვრება გაძვირდა 40-50% თუ შეიძლება დავას 40-50% გაძვირდა ცხოვრება მაგრამ რა გაუნჯობეს და არაფერ პენსია მოიმატა პოსტენსია არა იგივე დარჩა შემოსავალი ხელფასი იგივე დარჩა ანუ განკარგვადი ოჯახს განკარგვადი შემოსავალი გაუნახებდა მაშინ როდესაც ფასებმა იმატეს და შესაბამისად ხალხი არის გაქცევაზე ამ ქვეყნიდან და როგორ შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს რაიმე 233,000 საქართველოს მოქალაქე არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე რო შევიდეთ ის ჩანს 233,000 ეს რას ნიშნავს რომ ახსნა 233,000 საქართველოს მოქალაქეს აქვს ყველა მოძრავი და უძრავი ქონება დაყადაღებული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ანუ როდესაც კრედიტორმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას და მოვალეს დაუყადაღა კომპეტენტურმა ორგანომ ყველაფერი. და რამდენი არის ჯერ კიდევ რიგში? და ამ ვითარებაში, როდესაც ხედავთ,
რომ 650 მილიონი ლარით არის ბიუროკრატიული ხარჯი, ანუ დანამატები და პრემიებისთვის გამოყოფილი თანხა გაზრდილი და ეს სტატისტიკის დეპარტამენტი საიძესდებს და რამდენიმე დღის წინ ძალიან ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამაც დაადასტურა. 5 წლის თავზე, ანუ 2012 წელთან შედარებით, ქართული ოცნების ბიუროკრატია პრემიებზე და დანამატებზე ხარჯავს 650 მილიონი ლარით მეც, ვიდრე ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და 15,000 საჯარო მოხელით. აი, მინდა ეს ძალიან კარგად იცოდეს მოსახლეობამ. 15,000 საჯარო მოხელით მეტი ყავს ქართულ ოცნებას 2017 წელს, ვიდრე ყავდა ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლამდე. და თქვენ მაშინაც მოისმენდით, მეც ვისმენდი, მიუხედავად ისე რომ აყოფა პოლიტიკის და სამართლიანი იყო, დიდწილად კრიტიკა, რომ გადაბერილია შტატები იყო, რა თქმა უნდა, სადაც მუშაობდა 40 კაცი, შესაძლებელია ემუშაო 25 კაცს, მაგრამ 15,000-ით გაზარდა. ბატონიკა, თქვენ ახსენეთ საკმაოდ მძიმე რეალობაა, გაღარიბებული ადამიანები, სოციალურად დაუცველთა ბაზა, მოვალეთა რეესტრის ბაზა, თუმცა ხელისუფლებას მოყავს არგუმენტები, მაგალითად ის, რომ ადამიანებს აღარ იჭერენ უმიზეზოდ, აღარ ართმევენ ქონებას, აღარ ცხრილავენ ახალგაზრდებს ქუჩაში და რომ სასამართლო არის თავისუფალი და ამის მაგალითებიც მოყავს თუ როგორ დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შვილები და სასამართლომ ეს ადამიანები შემდეგ უკვე გაათავისუფლა. ჟურნალისტ ელისო კილაძეზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და ეს გაათავისუფლა. თუმცა ჩვენ არ გვინდა საზოგადოებრივი წლეხის გათვალისწინებით მოუწიათ ქაუტონ ელისო კილაძეს შვილის გათავისუფლება. თორე ერთს კივათ საუბრობდნენ ჩამწკრივებულები და არანაირი უდანაშაულობის პრეზუმპცია არ იყო დაცული, უბრალოდ მოგვიანებით გახდნენ იძულებულები, დიახაც. თუმცა თუ შეიძლება თუმცა არ არის რეალურად რო ვთქვა, სასამართლო სისტემაში მეტი თავისუფლების ხარისხი, თუნდაც ბიზნესთან მიმართებაში. ეხლა კი ბატონო, ვეცდები ძალიან ამომწურულად გაგცეთ ყველა კითხვებზე პასუხი. იმ 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატება იქნა მიღწეული შეცდომების და მძიმე შეცდომების ყალბი. ამაზე ძალიან ბევრი გისაუბრეთ, მათ შორის ამ ეთერში, ხომ? მაგრამ თქმა იმისა, რომ დღეს თუნდაც სასამართლო არის თავისუფალი და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ოდნავ მაინც გაუმჯობესდა, არის მინიმუმ და რბილად ვთქვა ძალიან არაობიექტური შეფასება. მთელი დღევანდელი ხელისუფლება, მაშინდელი ოპოზიციური სპექტრი იწყებდა საუბარს და ამთავრებდა მურუსიძეთი და ჩინჩელაძეთი და სამართლიანად. და დღეს ეს ბატონი მურუსიძე დააწინაურეს და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე დანიშნეს და ბატონი ჩინჩალაძე ასევე დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. არანაირი მორალური უფლებაც აღარ აქვს ქართულ ოცნებას ისაუბრონ სასამართლო სისტემაზე და იმ 9 წელთან გააკეთონ პარალელი. დიახაც, გირგვლიანი საქმეს, როდესაც მე აქ დამიჯდება ქართული ოცნების წარმომადგენელი და მართლაც ძალიან მძიმე შემთხვევას შემახსენებს, არა აქვს მორალური უფლება, იმიტომ რომ ის ადამიანი დღევანდელი ქართული ოცნება არის მურუსიძეს თანაგუნდელი. მურუსიძე მან დააწინაურა. როდესაც დამიწყებს სხვადასხვა საქმეებზე საუბარს და მეტყვის რომ იცით რა რა გნებავთ ეხა ეკონომიკა, ამათ როგორ უნდა ის წარმოაჩინა რეალობა? თითქოს ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ ლარი უფასურდება. თითქოს ორი სხვადასხვა ასე თქვათ საკითხია. ეს არის საკუთარი თავის მოტყვილება. ეკონომიკა რო ვითარდებოდეს, ლარი არ გაუფასურდებოდა. დოლარში გამოხატული, ასე თქვათ, განკარგვადი შემოსავალი ყველა ოჯახს თქვენს მათ შორის შეუმცირდა და თუ კი გქონდათ 1000 დოლარი, დღეს აქვს 700 დოლარი. და ეკონომიკა რო გამოვითარდება, ლარი თავისთავად დასტაბილურდება, ანუ არ გაუფასურდება და ეს ყვადაღებული საკითხი, რომ თითქოს ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ ლარი სხვადასხვა მიზეზებით და გამომდინარე უფასურდება, რა თქმა უნდა, ბავშვსაც კი უკვე ვეღარ მოატყულებენ ამით. ამიტომ საუბარი ასევე იმაზე, რომ დღეს არანაკლებ უჭირს, ვიდრე ადრე უჭირდა, ეს არის ტყვილი. ტყვილი არის გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი ამაზე მიუთითებს. და რას ცდილობს დღევანდელი ქართული ოცნება? ცდილობს, რომ საბიუჯეტო შემოსავლები დამატებითი, ასე თქვათ, რაღაც მოიგონოს. როგორიც არის მაგალითად საპენსიო მოსაკლებელი, დამატებით ამოიღოს მოსახლეობის ჯიბიდან თანხა, ასევე სანომრე ნიშნების შეცვლა დაავალდებულა კანონით
შესაბამის უწყებას და მომდევნო წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა შეცვალოს. და სხვადასხვა გაგრძელებული მათ შორის უბილეთოდ გზავრობისთვის 5 ლარი იყო, ასე თქვა, დაწესებული ჯარიმა და 20 ლარამდე გაზარდეს. და არაერთხელ მithქვას, ეხაც გავამეორებ, მხოლოდ და მხოლოდ თბილისში დაახლოებით 70,000 თბილისელი არის დაჯარიმებული განვლილ წელს უბილეთოდ გზავრობისთვის. რომელ თბილისსაც ან თბილისში სტუმრად ჩამოსულ მოქალაქეს სიამოვნებს ავტობუსში ავიდეს უბილეთოდ. არა აქვს შესაძლებლობა და მაქსიმალურად აღრჩობს დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, იმიტომ რომ შემოსავლებში არის გარღვევა და დისბალანსი აქვს ბიუჯეტში, სერიოზული ხარჯი აქვს მეტი ვიდრე შემოსავალი და ამ დაბალანსებისთვის მოიგონეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კიდე გაძარცვის წყარო, როგორც უკვე ვახსენე. ამიტომ ის რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ და ვუსმენდით ზვიად რატიანთან დაკავშირებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხო, დამეთანხმებით, ეს არის ალბათ მე-10, მე-15 გახმაურებული შემთხვევა, მაგრამ ყოველ ჯერზე შემდეგი ნაბიჯები, რომელიც იდგება ხელისუფლების მხრიდან, არის კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის მატარებელი, ნიშნების მატარებელი ვიდრე პირველი ნაბიჯი. ის რაც მეორე დღეს თუ მესამე დღეს იკადრა ხელისუფლება, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც დიახაც არ წარმოადგენს, ჩემი გვაწვენ მაპატიეთ, ხა თქვენ კოლეგა ტელევიზიაში არ მინდა სხვა ტელევიზიაში საუბარი, მაგრამ დიახაც დაბეჭირება დამჭა, რომ იგი არის უბრალოდ რაღაცა დანამატი აღმასრულებელი ხელისუფლების და არა მედია საშუალება. 7 თუ 8 ჭრა არის ამ ჩანაწერშიც კი სამხრე კამერა რომელიც მუშაობდა და უნდა ემუშავა და თუ არ მუშაობდა მაშინ უნდა ახსნა რატო არ მუშაობდა იმის ჩანაწერები არ გაუსაჯაროებიათ და გაასაჯაროეს მობილური ტელეფონი გადაღებული სადაც ეხა ნუ თითოეული ჩვენგანი რაღაცა დოზით უკვე ვართ ფსიქოლოგები და ერთი ფრაზითაც კი ადვილად იყიდება ის პოლიციის თანამშრომელი რომ არ არის გულწრფელი, როდესაც ესაუბრება პროაქტიულად რომ რას ბრძანეთ, როგორ იქცევით მოქალაქე, როგორ რას კადრულობთ და იქაც მის ნაცნობ მდგომარეობაში მყოფი რატიანის პასუხიც გარკვეულწილად ადასტურებს იმას, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მან როდესაც მიმართავს პოლიციელი და ეუბნება რომ ჩვენ მოგაყენეთ თქვენ შეურაცხყოფა, მისი პასუხი იყო იმდენი და ნუ სხვა აღარ გავაგრძელე. ამიტომ ეს არ არის ცალკე განსახილველი საკითხი. სისტემურად უნდა განვიხილოთ. ხელისუფლება არის გაბანკროტებული, ხელისუფლება დგას პრაქტიკულად არაფერზე გარდა ფულისა და გარდა ოლიგარქიული მართლობისა, რომელმაც სწორედ ეს მინდა გკითხო. თქვენ ამბობთ რომ ის რა სურათით დახატეთ, რომელზეც საუბრობთ. არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და სახარბიელო სიტუაციას ხელისუფლებას არა მძიმე. ჩვენ გვქონდა არჩევნები და ხომ არ ფიქრობთ რომ შეიძლება ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არის არასასიამოვნო, თუმცა არანაკლებ მძიმე სიტუაციაშია ოპოზიციაც, რომელსაც არ ენდობა ამ მრჩეველთა დიდი ნაწილი. მათ შორის ჩვენ როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტია ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება იმისათვის რომ მხარდაჭერა გავზარდოთ და ამაში ვარ მე დარწმუნებული მუხჩაუხროის რომ ამ შედეგს გამოიღებს განსაკუთრებით როდესაც განახლებულია ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არაერთი ახალი პოლიტიკოსი ენერგიით სავსე მოტივაციით სავსე ადამიანი შემოვერთა ჩვენ გვჭირდება დიახაც თითოეულ მოქალაქესთან მისვლა და ახსნა იმისა თუ რატომ უნდა დაგვიჭრა მომდევნო არჩევნებზე ხარი ჩვენ მე გეტყვით რატომ ვინაიდან ის რაც ამ ქვეყანაში ითვლება ნაკლად სხვა ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ითვლება პლუსად ნაციონალური მოძრაობა არის დიახაც ძალიან გამოსწორებული პოლიტიკური გაერთიანება ნაციონალური მოძრაობა გამოიჩინა უნარი განახლებისა მაგრამ განგრძობადობასაც აქვს რა თქმა უნდა ადგილი არის კარგად დაბალანსებული გუნდი რომელმაც იცის რა უნდა აკეთოს და რა არ უნდა აკეთოს და როგორ უნდა აკეთოს და რა როგორ არ უნდა აკეთოს ეს დიახაც არის პოლიტიკურ კაპიტალში მისათვლელი ასე ვთქვათ სიმდიდრე ამიტომ მიმაჩნია რომ თქმა იმისა რომ ახლა რახან განვლილ არჩევნებში დამარცხა ნაციონალური მოძრაობა ისე როგორც დამარცხა და ისე როგორც გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ნიშნავს რომ სულ გაიმარჯვოს ქართული ოცნება რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ სურვილი ქართული ოცნების ხარდაჭერებისა. მათ გონიათ ქართულ ოცნებას რომ წრე მოჯადოებული აქვთ და ამ მოჯადოებულ წრეს ვერავე ვერ გახსნის. გახსნის, გაარღვევენ ამ მოჯადოებულ წრეს და გაარღვევს საზოგადოება სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერებით. ნუ ასე ცხოვრების გაგრძელება მაშინ, როდესაც კრიმინალები გათარეშობენ და ჩვენ ვნახეთ დღე არ გავა პრაქტიკულად არ დაყაჩაღდეს ოჯახი. უთოს გამოყენება ხდება უკვე, ხომ ახალქალაქში ვიხილეთ, ვაკეში ვიხილეთ დღევანდელი ბიზნესმენის დაყაჩაღება, კახეთში ვიხილეთ.
რა ხდება ეხლა ბანკი ყაჩაღდება დღის განმავლობაში ორჯერაც დაუყაჩაღებიათ და მოდით დავფიქრდეთ ეხლა როდესაც ყაჩაღი მიდის წინასწარი ასე თქვა განწყობით ბანკის დასაყაჩაღებად იცის რომ იქ არის კაცრი დაცვის ობიექტი დაცვა დგას შესაძლებელია ღილაკზე დაჭერით 2 წუთში მოვიდეს დამატებითი დაცვის წარმომადგენლობა ამაზე ბედავენ ყოველდღიურად და უბრალოდ ამ ყაჩაღურმა დაჯგუფებამ რომ ვიცოდეს რომ თქვენ ან მე ან ნებისმიერ აგერ ძვირფასი ოპერატორის ოჯახში ინახება 2, 3, 4,000 დოლარი ან ლარი მერწმუნეთ ბანკის დაყაჩაღებას ამჯობინეს მივიდეს ოჯახში ის მოხდა დღეს ზუსტად ვაკეში რაც მოხდა ამიტომ საგანგაშო არის ვითარება ხა 3 დღის წინ ჩაატარეს ეგრეთ წოდებული საპოლიციო კონტროლი და რეიდები ამდენი იარაღი და შესასრულო და ცივი იარაღი ამოვიღეთო დამთავრდა საპოლიციო რეიდი და გაორმაგდა დანაშაულის ჩადენა ამიტომ ეს ხელისუფლება დიახაც არის სისტემურად დამარცხებული ამას უბრალოდ ჭირდება კონსოლიდაცია მთელი საზოგადოებისა და არა დაშორიშორება დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფებისა რასაც ცდილობს ქართული ოცნება და რისი ნათელი დადასტურებაც იყო შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება რომ იგი არაპირებს თანამშრომლობას მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან 9 მილიონი ამორჩეველი ყავს უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული იმ სტილით ჩატარებულ არჩევნებზე როგორც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ და გამოდის არც ერთი პასუხისმგებლობის მატარებელი შინაგან საქმეთა მინისტრი არც ერთი ნორმალურ სახელმწიფოში არ გამოვიდა არ იტყვის ის რაც თქვა ბატონმა გახარიამ და ჩვენ ხედავთ რა უსუსულ მდგომარეობაში აღმოჩნდა დღეს გახარია ადამიანი რომელიც დუმს და ხმას არ იღებს იმაზე რაც მოხდა პანკისში რა მნიშვნელობა პანკისის ხეობაში მოხდება სოლოლაკში გდანში თუ თემქაზე მძინარე ახალგაზრდას შუბლი გაუხრიტეს და ქართული ოცნება როდესაც ისაში მიმდინარე ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციის დროს საუბრობდა და ჩვენი მთავარი პრეტენზია მათ მიმართ იყო რომ 24 საათის განმავლობაში რატომ ვერ ასე დაასრულეთ ოპერაცია და შტურმით რატომ არ აიღეთ და რატო არ დაასრულეთ 2 საათში რას პასუხობდა რა მესიჯ ბოქსი იყო გაგახსენებთ მთელი ქართული ოცნების გზავნილი იყო რომ განსხვავებით თქვენი ხელისუფლებისგან ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ძვირფასი და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის რომ მე მგონი ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა ალბათ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ სხვაყრის გარეშე დასრულებულიყო და ამიტომაც გაიწელა. ეს იყო მესიჯ ბოქსი. და რა მოხდა პანკისის ხეობაში? აღარ იყო ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი? 30 წამში ტელეფონით ხელში ახალგაზრდა საკუთარ ლოგინში რომ ჩაცდეს უბრალოდ ხელოვნურ სუნთქვაზეა და უბრალოდ ძალიან 1%-ია მისი გადარჩენისა მე ვისურვებდი რომ ქართული მწერლობა რომელიც სამართლიანად რა თქმა უნდა აპროტესტებს ზვიად რატიანის ამ აბსოლუტურად დანაშაულებრივ ქმედებას მის მიმართ განხორციელებულს ასევე ხმას ამოიღებს 19 წლის ბიჭის საკუთარ ლოგინში დაცხრილვაზე. ეს არის ამ პროცესში ჩართული ამერიკული მხარეც. ეს არის ის საკითხი, რომელზეც თვალს არავინ არ დახუჭავს. შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს თუ გონია რომ რაც არ უნდა მან აკეთოს მომდენო წლების განმავლობაში 5-10 წლის განმავლობაში ღირსეულ პენსიაზეც რომ გავიდეს არავინ მოსთხოვს პასუხს მუხთალის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ცდება დღისით მზისით ადამიანი გააქრეს ყველა სამხილი წაშალეს ყველა აბსოლუტურად მათ შორის იგივე მოხდა ზვიად რატიანის შემთხვევაში ხო სადაც ყველა რეზონანსულ საქმეზე ხრება ვიდეო ჩანაწერი და ამ დროს ჩვენ გვყავს რეალურად სპეცნაზელები ციხეში გამოწყდეულები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მოტივაციის გათვალისწინებით. აი ხლა შეიძლება გვიყურებენ კიდევაც თქვენ განკუთვნილი დრო გადაც დავასრულეთ თქვენ გადაცემას ადევნებდეთ თვალყურს და მართლაც ძალზედ შემცხვა კიდევ უფრო უკანასკნელ დღეების განმავლობაში, როდესაც კრიმინალებს ხელსაფარებენ, ლავასოღლებს საპატიმროდან უშვებენ და მე ქვეყნიდან აცილებენ. და ღირსეული პოლიციელები, ღირსეული, ასე თქვა, პროფესიონალები ყავთ გამოკეტილი საპატიმროებში, იმიტომ რომ ისინი კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერები იქნება. ეს უმსგავსება დასრულდება ძალიან მალე. მადლობა. ყველა ხელისუფლება სხვადასხვა დროს შეუძლია ეგონა რომ ისინი მუდმივად იქნებოდნენ. მაგრამ თენდება ერთი შვენიერი დღე, როდესაც
მართლობა ბარდება წარსულს და ვერანაირად ვერ იქნება გამონაკრისი ქართული ოცნება და ამისი ნიშნები უკვე მე მგონი თვალნაცვლივ ჩანს და ყველაფერი ზედაპირზეა ძალიან მძლავრი საპროტესტო მუხტი ამ ხელისუფლებას წალეკავს, ოღონდ ჩვენ და მე თავისუფლებას მიცემ როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების დაშორიშორება კი არ მოხდეს, დაახლოება მოხდეს მათი ინტერესების და კონსოლიდაცია არის ის, რისიც ეშინია პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და ამ ერთმუშტად შეკლულ საზოგადოებას აუცილებლად მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. მადლობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.